საუკეთესო სპექტაკლი, ომის ღმერთი, საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2025 საზეიმოდ დაიხურა. იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი თერჯოლის სახალხო თეატრი გახდა სპექტაკლისათვის ომის ღმერთი. გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. თეატრალური ფესტივალი უკვე გამარჯვება. თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა უკვე გამარჯვება. ეს ნომინაციები პირობითია, ჟიური სუბიექტურია. და ამიტომ გადაწყვეტილებაც ესეთია ყოველთვის. მე არ ვთვლი, რომ ვინც გრან-პრი არ აიღო და ისა, ვინმე დამარცხებულია, ყველა გამარჯვებულია, იმიტომ რომ ზეიმობს ხელოვნება და ზეიმობს იმერეთის თეატრები. ამიტომ ყველას ულოცავ, მადლობა ჟიურის ამ შეფასებისთვის და მადლობა მაყურებელს ხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც გვერდში გვედგა იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი განხორციელებულიყო და ამ სახით მოგვედანა მაყურებლამდე და მადლობა ჩემს მსახიობებს, ამ არაჩვეულებრივ გუნდს. მადლობა ყველაფრისთვის და ულოცავ ყველას. ნომინაცია ქალის მთავარი როლი ირინე ჩხეიძემ 7 თემურ ხარაგაულის. ნომინაცია ქალის მთავარი როლი ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა ირინე ჩხეიძემ მიიღო სპექტაკლისათვის მშვიდობით თემურ. ხარაგაულის თეატრმა ასევე მოიპოვა ჯილდო მამაკაცის მთავარი როლისთვის, რომელიც ვასილ კიკნაძეს გადაეცა. ძალიან ბედნიერი ვარ მე. აბა როგორ შეიძლება რომ არ იყო ბედნიერი, როცა მე-6-ე ხვდები იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალი, მთავარი როლის შემსრულებელი. და რა ვიცი, აი ბედნიერებით ვარ სავსე სიხარულით, რა თქმა უნდა ეს არის დიდი სტიმული მომავლისათვის და ნამდვილად კარგი ჯილდოებით მივდივართ, რადგან მთავარი მამაკაციც ჩვენ ავიღეთ, ქალიც და ორი მთავარი ჯილდო ჩვენი თეატრის 125 წლის იუბილეზე. მნიშვნელოვანია ნამდვილად და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. ძალიან დიდი ხანია, აი 2012 წლიდან მუდმივად აი ფესტივალში ჩართული და დღეს ესეთი სიხარული, ესეთი უდიდესი ემოცია ეს ჩემთვის. როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ. თან აი როგორი მსახიობები თამაშობენ ამ თეატრალურ ფესტივალზე, რომ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ აი აბელ სოსელი, გიორგ ლოველი, აი რა ვიცი, აი ესეთი მსახიობები და უცებ მამაკაცი დავაკვირდეს. რა ვიცი, ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, დიდი სიხარული და мотиваციას არ და პასუხისმგებლობას ძალიან დიდი მომავლისთვის. ნომინაციები საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და საუკეთესო ქორეოგრაფია საჩხერის თეატრმა მიიღო სპექტაკლისთვის მეტამორფოზა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ საშუალება მომცარო სცენაზე გადმომეტანა, ჩემი ემოციები, ჩემი განცდები და ის მონახაზი, რაც იქ გავაკეთეთ. მადლობა გიორგი მეტოვიძეს, საჩხერის თეატრის რეჟისორს, ჩემს თეატრს დასწლიანად, მადლობა ფესტივალს, ორგანიზატორებს, ბატონ ლევან როხვაძეს და მადლობა ჟიურის. ყოველთვის მემახსოვრება დღევანდელი დღე, ეს პრიზი და აუცილებლად დიდი мотиваცია არის ჩემთვის ეს ყველაფერი და აუცილებლად წავალ უკეთესისკენ ამ ყველაფრით და არა უარესისკენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ნებისმიერი აღიარება. მე მოლოდინიც მქონდა რომ მუსიკას იქნებოდა ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ ბეგი მუსიკა დაწერა ჩვენი სპექტაკლისთვის სრულიად დამოუკიდებელი და მე ვფიქრობ, რომ მართლაც განსაკუთრებული იყო რაც შეეხება ქორეოგრაფიას, ჩვენი თეატრი როგორც მოძრაობის თეატრი, ესეთი ფაქტიურად ამ ნიშით დაიმკვიდრა საკუთარი თავი, უმეტესწილად ამ ჟანრში მუშაობთ და ალბათ ამით იყო გამორჩეული და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აღიარება ხდება. რაც შეეხება ფესტივალს, ფესტივალი ზოგადად არაერთჯერ მithქვას და გამეორდები ახლაც რომ ამ ფესტივალმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმერეთის რეგიონში რეგიონალური თეატრების განვითარებისათვის. ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულოა, რომ ყოველ ჯერზე, ყოველწლიურად საუკეთესო სპექტაკლები ჩამოდის აქ და ქუთაისის მაყურებელი არ შემიძლია არ ვახსენო.
ეს ჩემთვის არის კატალიზატორი, თუ ქუთაისის მაყურებელმა მიიღო სპექტაკლი, ვთვლი რომ რაღაც საინტერესო გავაკეთე. ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა მოიპოვა რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ ვანის თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის კაცია ადამიანი. ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფია გადაეცა სამტრედიის თეატრს სპექტაკლისათვის სან ნიკოლას პიაცა. ნომინაცია ქალის ეპიზოდური როლი ელენე ბობოხიძეს გადაეცა სპექტაკლისათვის გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება, რომელიც ხონის თეატრმა წარმოადგინა. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი ჯილდო ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა წყალტუბოს თეატრის სპექტაკლში გაიღიმე საქართველოს შესრულებული როლისთვის. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობის ნომინაციაში გურანდა ბარბაქაძემ გაიმარჯვა, რომელიც ტყიბულის თეატრის სპექტაკლში ზღაპარი რუსთაველის ქუჩაზე ნომერ 1-ში თამაშობდა. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობის წოდება მიიღო გიორგი ჭაფოძემ სპექტაკლისათვის ათვინიერებენ მიმინოს, რომელიც ბაღდათის თეატრმა წარმოადგინა. ჟიურის სპეციალური პრიზი ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელ დასს გადაეცა სპექტაკლისათვის ემიგრანტები. წელს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რეგიონის პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი, ასევე სტუმრის სტატუსით სპექტაკლები წარადგინეს აზერბაიჯანის, იტალიისა და ლიეტუვას თეატრებმა. ფესტივალმა წარმატებით ჩაერა, რისთვისაც მადლობა ყველამ ადამიანს, ვისაც მუსიკის ფესტივალის გაფუძნებასა და შემდგომ განვითარებაში ბატონ ლევან ახალძის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ძალიან ვითარებაში ჩაერა, როგორც ყოველთვის ჟიური თამამაჩემი ძრავით თქვა აბსოლუტურად მიუქორწინებელი, როგორც ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხდება ხოლმე ხმათა უმრავლესობა წყლის კონკრეტული ნომინაციის ბედს, შესაძლოა მე ან რომელიმე ჟიურის წევრი კონკრეტულ ნომინაციას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ის გავიდა ხმათა უმრავლესობით. ეს არის დამკვიდრებული, აპრობირებული მეთოდი და სხვაგვარად ერთი რომელიმე გადაწყვეტილებას ვერანაირ ვერ მიიღებს. ასე რომ ვიღაც ძალიან კმაყოფილი დარჩება, ვიღაც კმაყოფილს გვეყოლება, ასე ხდება ყოველ წელიწადს, რამოდეს ასე იქნება, ცხადია მხოლოდ 12 ნომინაცია არის და იმდენი სპექტაკლი ნახეთ, რომ ამორჩევა ნამდვილად რთული იყო. თუმცა წელს თერჯოლას კი ბატონო ვილოცავ, იმიტომ რომ ფესტივალის ისტორიაში ყველაზე კარგი სპექტაკლი ჰქონდა წარმოდგენილი, რასაც თერჯოლას წინასწრებში წარმოადგენდა. ეს არის სასწორ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ის, რომ ფესტივალმა შეძინა საერთაშორისო სტატუსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე მასპინძლობთ ბევრ ცხოვრებას დასწრებს და ეს თანამშრომლობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა გაჩნდა, რაც არის ძალიან მისასალმებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ ლიეტუვას სტუმრობდა ქალბატონი ანა შუმელაიტი, რომელსაც საკუთარ თეატრი და ფესტივალი აქვს ნოემბერში და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ წარმოდგენილ სპექტაკლები და რამოდენიმე იმ ფესტივალზე მოხდება. საერთაშორისო ფესტივალის მე-16 სეზონზე ტრადიციულად გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია. საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით ქართული თეატრის მხარდაჭერისათვის ქომაგის წოდებები გადაეცათ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულებს და 12-ვე მუნიციპალიტეტის მერს. მე ღირსეულად და ძალიან სიხარულით მადლიერი ვარ უფლის, რომ შედგა იმ დონეზე, რომელიც ჯერ არ ყოფილა. თანდათან მივდივართ, მაგრამ უქმდება და ეს დავასწარი მოვლენებს აქედან მოხდა, დახურვას გადარჩა თეატრები, სახალხო თეატრების სახელწოდება უქმდება, მუნიციპალური თეატრები მრავლდება, დონე იმატებს, მაყურებელი 16,000 გადაცილებული მობრძანდა უფასოდ ნახა, გულმოსული ცოტა და გაგულისებული შებრუნდა 2,000-მდე მაყურებელი, იმიტომ რომ დააგვიანა და პოდიში ნურას უკაცრავად მიეჩვიონ, ძალიან მიხარია. მობილური სხვები შემცირებული იყო, 22 ქვეყანა ამ წლის ჩათვლით მოხდა და რა უნდა თქვას, ახლა კაცმაც ხვალ გათენდება და ახალ ფესტივალს შეუდგები, არ დავისვენებ სანამ ცოცხალი ვარ, რამე თუ ჩემი შვილი, აქ არის ჩემი შვილი, ჩემი შვილები იმ ბეზე ნაკლებად არ მიყვარს ეს ფესტივალი. პირველ რიგში მოგეხსენება თეატრი და ხელოვნება, ეს არის სულიერი საზრდო ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე იმერეთის თეატრალური ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც უკვე მე-16-ით მიმდინარეობს, წელს მე-16 სეზონის დახურვა გვაქვს. რა თქმა უნდა, დადებითად შეხვდა ამას მოსახლეობა, ანშლაგით გაიარა თითქმის ყველა სპექტაკლმა. რამოდენიმე შევწელით და დავესარით და ძალიან მოხიბლული ვარ ჩვენ თვითონაც და რა თქმა უნდა, მოსახლეობიდან გამომდინარე ძალიან დადებითი მუხტი და ემოცია მოდიოდა. ფესტივალის მე-16 სეზონი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჭიათურის თეატრის სპექტაკლით ცხოვრება მშვენიერია დაიხურა.